საქართველოს ხელისუფლებამ 2 დღის წინ გააკეთა უკვე განცხადება, რომ ხელი მოეწერა ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას. ანუ პრაქტიკულად ჩვენც დავთანხმდით იმას, რომ სტატუს კვოს აღდგენა ჩვენთვის არა მარტო მისაღებია, არამედ მისაღწევია. ბუნებრივია და გაჩნდა ეს შეკითხვები, მაშინ რას ემსახურებოდა დაღვრილი სისხლი და რა შედეგი მოგვიტანა იმან, რაც დღეს საქართველოში დატრიალდა. რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, მე მინდა თითეული დეპუტატის და სრულიად საქართველოს გასაგებად თქვა, საქართველომ ჯერჯერობით მოიგო კონფლიქტის ესკალაციიდან და მე რამდენიმე სიტყვით ვიტყვი იმ სარგებელზე, რომელიც ჩვენ ამ ესკალაციით მივიღეთ. 8 მაისს ტოკიოში იმართებოდა დიდი შვიდეულის შეხვედრა, სადაც განიხილებოდა და დისკუსიაში იყო შეტანილი ქართულ-რუსული კონფლიქტი აფხაზეთის ტერიტორიაზე. მე ხას უსვავ ქართულ-რუსული კონფლიქტი აფხაზეთის ტერიტორიაზე. მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის შევარდნაძის შეხვედრა მელცინთან და ამ კონფლიქტისთვის ქართულ-აფხაზური ტერმინის მიწებებამ განაპირობა ის, რომ ქართულ-რუსული კონფლიქტის მოგვარების საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან 16 წლის განმავლობაში. ეს არის გაწმუნებთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის იმ ავადმყოფობას, რომელიც დღემდე ჭირდა საქართველოს და ამ ავადმყოფობას ჰქვიოდა კონფლიქტი რუსეთთან, დღეს საბოლოოდ დაერქვა ეს სახელი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს წარმატება.